ვიყიდეთ ტექნიკა და ერთ კვირაში გაფუჭდა. შევუკვეთეთ საკვები და არც პორციამ გაამართლა, არც ხარისხმა. გადავიხადეთ სერვისში, რომელიც ან დაგვიანდა, ან საერთოდ არ შესრულდა. და მაინც ხშირად ჩუმად ვრჩებით და ვამბობთ, ნუ არა უშავს, რა მოხდა. მაგრამ იცით, რომ არსებობს კანონი, რომელიც თქვენს როგორც მომხმარების უფლებებს იცავს. როდის გაქვთ უფლება, თქვათ, არ ვარ კმაყოფილი და დავიბრუნებ ჩემს ფულს ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროთ რუბრიკაში იურისტის რჩევები, იურისტი სალომე ბეჟაშვილი იქნება ჩვენი სტუმარი, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ გაცნობიერებული მომხმარებლები, რომლებიც საკუთარ უფლებებს იცავენ და აქვე, რა თქმა უნდა, წარსადგენ ტექსტში დამოვიწყდა ისიც აღმოჩნდა, რომ არსებობს ონლაინ გამოწერების დროს და უკმაყოფილო მომხმარებლის დამკვიდრებული ტერმინი რა გამოვიწერე და რა შევუკვეთე და რა ჩამოვიდა. აი ეს ამბავის, ეს ამ ყველაფერთან აქტუალურია. კი, ნამდვილად თან ესეთი ყიდვის და გაყიდვისაც შეიძლება ითქვას, ხო, მოყვარულები ძალიან დიდი სისტემა არსებობს ონლაინ პლატფორმები, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ და მომხმარებლის პანდემიის შემდეგ განსაკუთრებით ონლაინ შესყიდვებზე ძალიან ისეთი აქტიურია, ხო? და შესაბამისად, რაც უფრო დიდია ტრაფიკი, ასე რომ ვთქვათ, უფრო დიდია დარღვევების რაოდენობაც, დაზარალებული მომხმარებელი, მაგრამ ამასობაში კმაყოფილი მომხმარებლებიც, ხო? პირველ რიგში მოდით სალომე დილამშვიდობის. დილამშვიდობის, მოგიყვებით. რისი უფლება გვაქვს ჩვენ, როგორც მომხმარებლებს? მოდი ამ საკითხით დავიწყოთ და შემდეგ უკვე გავშალოთ. კი ბატონო. ნამდვილად აქტუალური საკითხი, იმიტომ რომ ალბათ ყოველი ჩვენგანის ყოველდღიურობა არის ასეთი გარიგებები, რომელიც ხელშეკრულება არის, თუმცა შეიძლება ეს დაიდოს თუნდაც ონლაინ. კანონმა საბოლოოდ დღევანდელი მოქმედი რედაქციით 3 წლის წინ დაარეგულირა და მეტნაკლებად სრულყო მომხმარებლის უფლებები და არსებობს ასეთი კანონი მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ, რომელიც პირადი შენაძენებისთვის არეგულირებს მომხმარებლის უფლებებს. თუ რა სახის ინფორმაცია უნდა მიეწოდოს, მაგალითად, საბოლოო ფასი შეიძლება ეს ხშირად შეცდომაში შემყვანი რეკლამაც იყოს ხოლმე და გარკვეული მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიეწოდოს მომხმარებელს იმისათვის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იქნება დამატებითი ხარჯი, მაგალითად ტრანსპორტირება, შეცვლის ხარჯი და ასე შემდეგ. ეს სრული ინფორმაცია, ზომები, რაოდენობა, ერთეულის ღირებულება, გარანტია, დაბრუნების წესი პირველადად აუცილებლად უნდა მიეწოდოს მომხმარებელს მიუხედავად იმისა, თუ სადიდება ასეთი ხელშეკრულება, ანუ სად შევიძენთ ნივთს და მომსახურებას. ეს იქნება კონკრეტულ სავაჭრო ობიექტში თუ ონლაინ დისტანციურად. იცით რა მაინტერესებს ხშირ შემთხვევაში ისეთი გრძელია ხოლმე აი ეს ტექსტი, რომ ავტომატურად აჭერ ღილაკს რო ეთანხმები და მერე ხთები ამ ყველაფრის ესე ვთქვათ მსხვერპლი, ხო? აი უკან დაბრუნება, როდესაც უნდა მომხმარებელს რაღაც პროდუქტის. როგორ უნდა მოიქცეს? ამ თვალსაზრისით განსხვავდება არსებითად ონლაინ შევიძინეთ ნივთი თუ ადგილზე. მოდით ონლაინ ვიგულისხმოთ. ონლაინ შენაძენებთან მიმართებაში მოგეხსენებათ, რომ რაც უფრო ვითარდება ციფრული სამყარო და ტექნოლოგიები უფრო და უფრო ხშირი არის ონლაინ შენაძენები, ყოველგვარი მიზეზის და დასაბუთების გარეშე მომხმარებელს შეუძლია დააბრუნოს ნივთი 14 დღის განმავლობაში. თუმცა არსებობს რიგი ჩამონათვალი იმისა, თუ რა შემთხვევაში უნდა დავასაბუთოთ მიზეზი. ანუ ეს შეიძლება იყოს მაგალითად, თუ ინდივიდუალური შეკვეთით მოხდა კონკრეტული ნივთის დამზადება, ან მედიკამენტი შევიძინეთ, ან ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე მისი დაბრუნება შეუძლებელია, ან ეს იყო რაღაც სპორტული ან კულტურული ღონისძიების ბილეთი. ასეთ შემთხვევაში უპირობო დაბრუნებას არ ექვემდებარება. უნდა დავასაბუთოთ, თუ რატო გვინდა დაბრუნება. ტრანზაქციები ყოველთვის განსაკუთრებული პირობებით მოდის, ხო? დიახ. თუმცა სხვა შემთხვევაში ონლაინ როდესაც შევიძენთ კონკრეტულ ნივთს ან მომსახურებას, მასზე უარის თქმა შეგვიძლია 14 დღის განმავლობაში და ამ ვადაში უნდა დაგვიბრუნოს მოვაჭრემ, ვისგანაც შევიძინეთ, თანხა გადახდილი. თუმცა მისი უკან გაგზავნის ტრანსპორტირების შემთხვევაში, ანუ როდესაც უპირობოდ ვაბრუნებთ უკან, ეს უკვე მომხმარებლის ხარჯი არის უკან დაბრუნების. მაშინ რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კი სელერი, ანუ გამყიდველი, ასე ვთქვათ,
არ იბრუნებს ამ უარს ამბობს. აქ უკვე საქმე გვაქვს დარღვევასთან, ხო? კანონმდებლობა თუ მას ავალდებულებს, რომ უნდა დაიბრუნოს, სახეზე არის კანონის დარღვევა. ასეთ დროს სხვადასხვაგვარად შეუძლია მომხმარებელს იმოქმედოს. მაგალითისთვის არსებობს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, რომელსაც შეგვიძლია მიმართოთ და ძალიან ოპერატიულად, სხვათა შორის, იწყებენ ხოლმე მოკვლევას დაარღვია თუ არა კონკრეტულმა მოვაჭრემ კანონმდებლობა. ეს საქართველოს ტერიტორიაზე, მაგრამ ჩვენი კანონი რამდენად გვიცავს მაგალითად უცხოელი სელერისგან. ხო. საქართველოს ფარგლებს გარეთ სააგენტოს კომპეტენცია რა თქმა უნდა არ ვრცელდება. აქ უკვე მნიშვნელოვანია თუ რა სახის გარიგება გვაქვს დადებული, აი თქვენ რომ ახსენეთ რომ ერთი მონიშნით დავეთანხმეთ კონკრეტულ პირობებს, აქ უკვე მნიშვნელოვანია რას დავეთანხმეთ, ამ შემთხვევაში უკვე იმოქმედებს იმ კონკრეტული ონლაინ შენაძენის წესები და პირობები. იცით რა მაინტერესებს? აი დავუშვათ შევიძინეთ რაღაცა ნივთი ამ შემთხვევაში ვიგულისხმოთ რომ ტექნიკა და აი რამდენიმე დღეში ის სულ რაღაც 2-3 დღეში გამოვიდა მწყობრიდან. აი ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია რომ მოვიმოქმედოთ? ამ შემთხვევაში ერთი იმას ვიტყვი რომ 2 წლიანი გარანტია კანონმა დაავალდებულა ყველა მოვაჭრეს რომ გაავრცელოს მის მიერ გაყიდულ ნივთზე. 2 წლის განმავლობაში თუ ნაკლი აღმოაჩნდა ჩვენს მიერ შეძენილ ნივთს, ჩვენ შეგვიძლია დავაბრუნოთ. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. პირველი 6 თვის განმავლობაში მომხმარებელმა უნდა, უბრალოდ გამყიდველმა მოვაჭრემ უნდა ამტკიცოს, რომ ნაკლი არ არსებობდა. ხოლო შემდგომი 6 თვის შემდგომ პერიოდში უკვე მომხმარებლის პასუხისმგებლობაა, რომ ამტკიცოს, რომ ნაკლი ნამდვილად არსებობდა. ასევე ამ ნაწილში და ამ შემთხვევაში მოვაჭრე ვალდებული არის რომ ან შეცვალოს, ან შეაკეთოს, ან თანხა შეამციროს, ან დაუბრუნოს მომხმარებელს გადახდილი თანხა სრულად. თუ მომსახურებაზე ვსაუბრობთ, მომსახურებაზე ზუსტად თითქმის იდენტური წესები და პირობები ვრცელდება, ანუ მომსახურება თუ შევიძინეთ ხელშეკრულების საფუძველზე. აი საინტერესოა გარანტიასა და მომსახურების პასუხისმგებლობას შორის რა განსხვავება? აი გარანტიის შემთხვევაში კომერციულ გარანტიაზე თუ ვისაუბრებთ, იმაზე მეტს იღებს საკუთარ თავზე გამყიდველი, ვიდრე ეს მაგალითად კანონით აქვს მას ამის ვალდებულება და ხელშეკრულებასთან შესაბამისობის შემთხვევაში თუ ხარვეზი არსებობს, უნდა აღმოფხვრას. ეს ცალსახა არის და ეს გარანტიის პირობა არ შეიძლება იყოს. თუმცა დამატებით შეიძლება შესთავაზოს მომხმარებელს გარანტია, რომ კონკრეტული მომსახურება შეცვლა და ასე შემდეგ გარკვეული გარემოებების არსებობის შემთხვევაში უსასყიდლოდ გაუწიოს ეს მომსახურება და თანხის დაბრუნება. მაგრამ მომსახურების ხელშეკრულებაზე თუ ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში თუ მომსახურება ან დროულად არ გამეწია, ან ვადა იქნა დარღვეული და ასე შემდეგ, მე როგორც მომხმარებელს შემიძლია დამატებითი ვადა განვუსაზღვრო კონკრეტულ გამყიდველს ან მომსახურების გამწევს, ან თუ ვხვდები რომ ვადის დამატებით დაწესებას აზრი არ აქვს, შემიძლია პირდაპირ ან შევწყვიტო ხელშეკრულება და მოვითხოვო თანხის დაბრუნება, ან მაგალითად სხვას გავაკეთებინო იგივე მომსახურება, ეს ხარჯი დავაკისრო უკვე იმ პირს, რომელმაც დამირღვია ხელშეკრულების პირობები, ან დავალდებულოა რომ აღმოფხვრას დროულად ხარვეზი. გარდა იმ შემთხვევისა, თუ მაგალითად მე კონკრეტული თარიღისთვის არ მჭირდებოდა ეს მომსახურება, ან ინტერესი არ დავკარგე როგორც მომხმარებელმა, რომ ეს მომსახურება ნაწილობრივ მივიღო, ასეთ დროს შემიძლია უბრალოდ შევწყვიტო ხელშეკრულება და მოვითხოვო თანხის უკან დაბრუნება. იცით რა მაინტერესებს? აი ონლაინ შეძენისას დავუშვათ, თუ არ დაკმაყოფილდა ჩემი დავუშვათ მოთხოვნა, ან დამიგვიანდა დავუშვათ მოწოდება. აი მაშინ რა უფლებები მაქვს მე? რა შემიძლია მოვითხოვო? როგორც ონლაინ, ისე აი საკვები მაგალითად ძალიან მარტივად ავიღოთ, საკვები შევუკვეთე და ნუ არ მოვიდა, რაღაც ან მოვიდა ისეთ მდგომარეობაში, რომ აღარ იჭმევა უკვე. როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ უარი ვთქვათ ხელშეკრულებაზე, ანუ ეს რას ნიშნავს სამართლებრივი ჭრილიდან რომ გამოვიდეთ, აღარ მივიღოთ არც მომსახურება და არც საკვები. იმიტომ რომ მით უმეტეს ახლა საკვები არის მალფუჭებადი, კონკრეტულ მით უმეტეს ზაფხულში და კონკრეტულ დროს შეიძლება მაგალითად ადამიანი შესვენების დროს უკავშირებდეს საკვების მიღებას და მას შემდგომ აღარ აქვს ინტერესი ახლა 5 საათზე მიიღებს თუ პირველ საათზე
ფასადზე მისთვის ასებითი მნიშვნელობა. ინტერესია და არც დრო თუ კი ეს ლაიფზე უნდა ყოფილიყო. ასე დროს, რა თქმა უნდა, უარი შეგვიძლია ვთქვათ ამ საკვების მიღებაზეც, საკვები იქნება თუ სხვა ნებისმიერი ნივთი, არა აქვს მნიშვნელობა ამას ონლაინ გავაკეთებთ თუ ადგილზე შევიძენთ. თუ ადგილზე შევიძენთ, რა თქმა უნდა, მიწოდების წესი უკვე იცვლება ხოლმე თუ არ დავუკვეთეთ, რომ შემდგომ მოგვიტანოს გამყიდველმა, მაგრამ როგორც წესი ამისი უფლება, რა თქმა უნდა, აქვს მომხმარებელს. აი, როგორც წესი, აი თქვენი სტატისტიკიდან გამომდინარე, რა შემთხვევაში მოგმართა, რას აკეთებენ არასწორს მომხმარებლები და აი რა შემთხვევაში მოგმართავენ ხოლმე თქვენ, თუ არის ესეთი შემთხვევები, რატო იცით, აი მე ძალიან ხშირად ყოფილი ვარ ესე ვთქვათ, მსხვერპლი და დაზარალებული, როგორც გინდათ ის თუ მორალურად, თუ ფინანსურად და აი იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე მიდის იქამდე, რომ მე უნდა ან ვიჩივლო, ან რაღაცა სამართალდამცავ ორგანოებს მივმართო, ყოველთვის არის აი პირველი რაც თავში მომდის, რომ ჩემი ისედაც ძალიან მწირი დრო, არ მინდა მოვახმარო დაუშვათ რაღაცა გაწელილ პროცესებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რამდენად მართალი ვარ მე აი ამ შემთხვევაში? ნაწილობრივ დაგეთანხმებით, რომ დროში ნამდვილად იწელება სასამართლოში თუ წავედით საქმეები, ნამდვილად დროს მოითხოვს და ენერგიას, მაგრამ ამისი გამოსავალი კანონმა შემოგთავაზა და ძალიან მარტივიც. იგივე ონლაინ ფორმატში, წაღან სააგენტო ახსენე მაგალითად მომხმარებელთა უფლებების დაცვის, შეგვიძლია ონლაინ ფორმატში მივმართოთ ამ სააგენტოს, დავწეროთ რა არ მოგვეწონა კონკრეტული გამყიდველისგან, მოვაჭრისგან და ის 3 დღეში იღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს თუ არა მოკვლევა, შეიძლება ეს ვადა 3 დღიდან 1 თვემდე გაგრძელდეს ან ცოტა მეტიც, თუმცა თუ მიიღო გადაწყვეტილება რომ მოკვლევა დაიწყოს, ის აუცილებლად შესაბამის ზომებსაც მიიღებს, სანქციასაც გამოიყენებს, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და ამ პერიოდში თქვენ ფაქტობრივად არ გიწევთ რაიმე სახის რესურსის დახარჯვა. მხოლოდ ამის შემდგომ თუ შედეგი არ გამოიღო ასეთი სახის თქვენი მხრიდან ქმედებამ, შეგიძლიათ უკვე სასამართლოს მიმართოთ. პრინციპში ხელს არ გიშლით, პირდაპირად შეგიძლიათ სასამართლოს მიმართოთ, მაგრამ რატო როცა არის ესეთი მარტივი შესაძლებლობა, ეს ყველა სახის სამომხმარებლო პროდუქტზე შეიძლება, თუმცა არის ახლა სხვადასხვა სახის, მაგალითად, აი კომუნიკაციებთან დაკავშირებით, ინტერნეტთან დაკავშირებით შეიძლება კომუნიკაციების აქტიურად იყენებს მომხმარებელი ამ პლატფორმას. ანუ თუ იციან, ანუ ინფორმირებული თუ ვართ, აი ხა მე მაგალითად არ ვიცოდი ეს. ნამდვილად ეხლა თუ არსებობდა მსგავსი პლატფორმა. სხვათა შორის მე მოსმენილი მაქვს ამ სააგენტოს ანგარიში და არის ნელ-ნელა იზრდება მომართვიანობა და ნუ სააგენტოც ცდილობს ამ ანუ პირველ რიგში თქვენ ამბობთ რომ სააგენტოს უნდა მივმართოთ და მე იმიტომ რომ გამარტივებული ხერხი არის იმისათვის რომ თქვენი უფლებები იქნეს აღდგენილი, თუმცა რა თქმა უნდა ეს ხელს არ გიშლით იმაში რომ თქვენ თუ თვლით რომ სასამართლოში უნდა ედაოთ და ზიანის ანაზღაურება მოითხოვოთ, რის უფლებასაც კანონი გაძლევთ, ეს უკვე თქვენზე არის დამოკიდებული, ანუ სავალდებულო მიმართვის წესი არ არსებობს. აი ზუსტად მისამართი შეგვიძლია რომ გადაუშვათ მომხმარებელს ვუთხრათ, აი რომელ მისამართზე, ან ონლაინ, ან რა ქვია ზუსტად. ეს არის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო. ასევე არის სხვადასხვა სააგენტოები არსებობს. არა, ეს არის მომხმარებელთა დაცვის ნაწილში, მაგრამ შეგვიძლია მივმართოთ ასევე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას თუ არ ვწდები. ეს ოღონდ აი მაგალითად ინტერნეტთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში თავისუფლად შეგიძლიათ კონკურენციის სააგენტოს მიმართოთ. მათი ვებგვერდის მისამართი სიმართლე რომ გითხრათ ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ადვილად მოძიებადი არის საძიებო სისტემებში. ადვილად მოძიებადია. სალომე, ძალიან საინტერესო არის ჩვენ ვისაუბრეთ მომხმარებლების უფლებებზე, მაგრამ მომხმარებლებს რისი უფლება არ გვაქვს? მსგავსი ხელშეკრულებების დადებისას, ხელშეკრულებების დადებაში უგულისხმობ აი ალბათ ნუ როცა ვაკეთებ შენაძენებს და ან რაღაცა ტრანზაქციებს, რისი უფლება არ აქვს მომხმარებელს? ასეთი მკაცრი ვერ ვიქნებოდი. უნდა დავიცვათ მეორე მხარეც ხო, უნდა ვახსენოთ რა თქმა უნდა. მეორე მხარესაც საკმაოდ იცავს კანონი. მოდი ეს ტერმინიც გამოვიყენოთ. მეორე მხარესაც საკმაოდ იცავს კანონი, იმგვარად რომ არ იქნეს შეზღუდული ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკური ტრანზაქციები ბაზარზე, მაგალითად კონკურენციის სწორი ჯანსაღი კონკურენციასთან მიმართებაში, ასე აკრძალვა შენაძენის დროს მომხმარებელს არ აქვს, რა თქმა უნდა, ეს თუ არ
არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობით აკრძალული კლიანობა არ დაარღვიოს ან რაღაცა ესეთი არ არის მაგ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ვეღარ განახორციელოს მაგალითად გარანტია აღარ გავრცელდეს ან მაგალითად უარი თქვას დაბრუნებაზე თუ აღარ არის დაბრუნების იგივე მდგომარეობაში რა მდგომარეობაშიც მიიღო მაგრამ ეს არის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსახილველი საკითხი და არ შეიძლება ზოგადად მოხდეს ყველა პროდუქტზე მე მგონი ძალიან საინტერესო იყო და ჩვენი მაყურებლებისთვის ძალიან საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ ხშირ შემთხვევაში დიდი მადლობა თქვენ ტრადიციულად ჩვენთან სტუმრობისთვის შესახებ ჩვენს რუბრიკაში იურისტის რჩევები ტრადიციულად ჩვენი უმშვენიერესი და უჭკვიანესი სალომე ბეჟაშვილი იურისტი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი ძალიან დიდი მადლობა მას